ვიდეოს ახლა ამ ვერსიითაც ჩავწერ და ადგილზეც ჩავწერ, სადაც რეალურად ეს პრობლემაა, რაზეც ვისაუბრებ. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას, რომელიც ჩემს ქალაქში კასპში უნდა განხორციელდეს, რომ აღაიანის ტყეში იგეგმება აი ამ ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის განხორციელება და 7 მილიარდი, რომელზეც საუბარი იყო და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღაცა არაბი პრეზიდენტი თუ შეიხი რომ ჩამოვიდა და ბიძინა ივანიშვილი თავს რომ უხრიდა ფეხებზე რომ აკოცა კინაღამ და აულოკა ფლოსტები, აი ამას ეხება ეს ყველაფერი. იმ ადამიანებს მიმართავ ეხლა, რომლებიც არჩევნებზე მიდიხართ ხოლმე და ქართულ ოცნებას აძლევთ ხმას. ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, ზოგი იმიტომ რომ თქვენი მეზობელი, თქვენი ძმაკაცი კლასელი და ვიღაცა დეიდაშვილი თუ ბიცაშვილი იყრის კენც და ამის გამო და საერთოდ გარტყმაში არ ხართ. რას ეხება თვითმმართველობის არჩევნები, რას ეხება საპარლამენტო არჩევნები და რომ იქ უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებსაც უბრძოლიათ ბევრი და კიდევაც იბრძოლებენ იმისთვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი რაიონი, სოფლები და მთლიანად ქვეყანა იყოს ისე, როგორც ეს მართლა ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა. აი თქვენ კისერზეა, თქვენ ნამუსზეა, ეხლა რომ კასპში კონკრეტულად აღაიანის ტყეში აი ასეთი არაადამიანური და მოღალატეობრივი პოლიტიკა მიმდინარეობს და ვიღაცა არაბებს მიყიდეს 7 მილიარდში გაცვალეს საქართველოს ტყეები, საქართველოს მდინარეები და საქართველოს მიწები. თითქოს კანონი მიიღეს, რომ უცხოეთის მოქალაქეს აღარ აქვს უფლება პირდაპირ გზით შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და პირდაპირ აი ამაზე დიდი ღალატი რაღა უნდა იყოს. ტყე, რომელიც არის კოლექტიური საკუთრება, მთლიანად ერის, კობახიძემ გადაწყვიტა, რომ ვიღაცა არაბ შეიხებს და იმათ შთამომავლებს და ვიღაცა ჩამოთესლილებს უნდა მისცენ და იქ რაღაცეები უნდა ააშენონ და უნდა დასახლდნენ. მანამდე ხომ ამბობდით ეს საზოგადოება, რომ თურმე სააკაშვილის დროს ჩინელებზე გაყიდეს. მანახეთ ერთი ტყე, რომელიც ჩინელზეა გაყიდული. თურქებზე რომ თითქოს 30,000 პასპორტი გასცეს, რომელიც იყო პრორუსების მიერ შემოგდებული პროპაგანდისტული თემა. ეს იყო 1500-მდე, მაქსიმუმ 1500-მდე პასპორტის გაცემა ეროვნებით ქართველებზე, რომლებიც ცხოვრობენ დღეს თურქეთის ტერიტორიაზე, ესენი არიან ლაზები, რომლებსაც ვეძახით ჩვენებურებს. აი ასე გადებილებდნენ და დღემდე იმეორებთ ამას და თქვენს წინ აი 2025 წლის შემოდგომაზე ხდება ასეთი რაღაცა, რომ ჩვენს მიწებს, ტყეებს აძლევენ არაბებს და ისინი იქ რას გააკეთებენ და ქართველებისთვის თუ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული, ალბათ ამას მაინც ხვდებით, რომ ეს იქნება მათთვის და არა ჩვენთვის და ძალიან მალე რომ ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდებით, ესეც თქვენი დამსახურება იქნება, რომ დგახართ საარჩევნო უბნებთან ყველანაირი კატეგორიისა და ყველანაირი ცხოვრების სტილის მქონე პიროვნებები და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მაგარ პადეშკას აძლევთ ხოლმე. აი ეს ყველაფერი თქვენ მოგიბრუნდებათ, თქვენ შვილებს მოუბრუნდებათ და სავარაუდოდ საწყევრად გაიხდიან ისინი თქვენს თავებს, თქვენი შვილიშვილები და საფლავებზე მისაფურთხებლები გახდებით. რასაც დღეს აი ამ ქვეყანას უშავებთ და მერე გამოდიხართ და ამბობთ, რომ თურმე უსამშობლოები რუსთაველზე დგანან. ეს ადამიანები ყოველთვის იცავენ ხოლმე და დგანან ამ ქვეყნის ნათელ მხარეს და კარგად ჩანს თქვენ სათხართ. დღეს ხმას არ ამოიღებთ, ვიცი. აი ახლა ეს ვიდეო რომ გავრცელდება, ისიც კარგად ვიცი, თქვენი ტროლ ბოტები და დასაქმებული 400 ლარიანი ნაზიკო ბიცოლები რეებს დაწერენ, რომ თითქოს მე ვიტყუები. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხმას არ ამოიღებთ. არასდროს არ ამოიღებენ ხმას პედაგოგები, ექიმები, იურისტები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან, რა თქმა უნდა, დაახლოებულები თორე ღირსეულები ყველგან არიან. ხმას არავინ არ ამოიღებს, ერთი კაციც არ ამოიღებს ხმას პოლიციიდან. იმიტომ რომ ეს ადამიანები არა მათი სინდისის, ნამუსის და ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე მოქმედებენ, არამედ ხელფასის გამო. რას დაავალებენ? აი მე რომ გავაკეთო აქცია, რომ აი ახლაც რომ უბრძანონ, აი ამ ვიდეოს გამო მოვიდნენ და წამიყვანონ რომელიმე პოლიციის განყოფილებაში, აუცილებლად მოვლენ და ისინი იტყვიან, რომ ბრძანებას ასრულებენ. მათ მხოლოდ აინტერესებთ ბრძანება და ისინი მოქმედებენ ბრძანების შესაბამისად, ნამუსის, სინდისისა და ეროვნული ცნობიერების შესაბამისად ისინი არასდროს არ მოქმედებენ. აი ასე არის სამღვდელოება. კასპში ასეთი რაღაცები ხდება და მე ჯერ არ გამიგია, რომ იყოს ამბიონიდან მოწოდება იმისა, რომ მრევლი უნდა წავიდეს და დაიცვას თავისი მიწები. ერთადერთი პოლიტიკოსი, ერთადერთი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ამ ყველაფერს ებრძვის ხოლმე, ეს არის ვაჟა ოთარაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა ოთარაშვილის მთელი ფილოსოფია, ისტორია დაფუძნებულია მხოლოდ ისლამური რესპუბლიკებისა და იმპერიების მიმართ სიძულვილზე, რაც წარსულში რაც იყო, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ რუსეთის მიმართ რაც არის, იმაზე არასდროს ხმას არ იღებს ხოლმე, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც აღნიშნა, რომ ვაჟა ოთარაშვილის გარდა აი ამ თემებში არავინ არ არის ჩართული და მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა ოთარაშვილიც მე თავისთავად რა თქმა უნდა არასდროს უკან არ ვიხევ და ჩემთვის ყოველად მიუღებელია როგორც აი ასეთი არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიციები, ისე რუსული ინვესტიციები და საოკუპაციო რეჟიმი რაც არის ამ ქვეყანაში.
და ერთხელ და სამუდამოდ ქართველები უნდა მართავდნენ საქართველოს, მე ამის მომხრე ვარ. ხო და ვინც არის აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა მიუხედავად მათი იდეოლოგიური და რაღაცა რელიგიური კუთვნილებისა, ეს მიწა არის ჩვენი და შესაბამისად ამ მიწას უნდა დაცვა და ყველამ უნდა გამოიბერტყოს ყურები და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული ინვესტიცია ოკუპაციის სახელით არ განვითარდეს და მოგიწოდეთ ყველას მეტი აქტიურობისკენ.